გირაოს გადახდა არ იქნება. ვადა 7 ივნისამდე აქვს, თუმცა ამბობს, რომ არ გადაიხდის. მიიჩნევს, რომ მას უკანონოდ ექცევიან, ამიტომ მზად არის ციხეში წავიდეს. ციხეში არიან ადამიანები, ვისაც ჩვენზე ჩვენების მიცემა მოთხოვეს. მართალია სულ ჩვენების, მაგრამ მაინც და ეს ხალხი დღემდე ციხეშია და მე გარეთ ვიყო, იმიტომ რომ გირაოს გადახდა არ მინდა და სიარული ქუჩებში და ეს ხალხი ლამის წამების მსხვერპლი იყოს, იმიტომ რომ ჩემზე ჩვენება არ მისცეს და კეთილსინდისიერად მოიქცნენ, ამას მე პირადად არ დაუშვებ. გირაოს არ გადახდა პრინციპის საკითხად აქცია გვარამიას თანაპარტიელმა ნიკა მელიამაც. ამბობს, რომ კომპრომისზე არა, მაგრამ ციხეში წავა. აქ საკითხი არ დგას ფულის ბანკნოტებში და ფულის გადახდაში. აქ პრინციპის საკითხია და დიახაც მოხარული ვარ, რომ ყველამ დაიკავა ძალიან ღირსეული პოზიცია, მე შემიძლია ვისაუბრო კოალიციას ცვლილებებზე და აგერ ვისაუბრო ირაკლი ოქროაშოზე. თუ ხარ ბრძოლაში, თანაც უკომპრომისოში, კომპრომისზე არ უნდა წახვიდე საკუთარ სინდისთან. ციხეში საკუთარი თავის დაანახვა უჭირს გიორგი ბაშაძეს. მიიჩნევს, რომ გარეთ უფრო საჭიროა, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დროს ითხოვს. ხვალ მაქსიმუმ ზეგ მომიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება. დასაფასებელია ადამიანისგან თავგანწირვა, რომ ციხეში მიდიხარ. სად უფრო გჭირდება ხო პოლიტიკური ლიდერები? გადამწყვეტ მომენტში შეიძლება ბევრი რამ იყოს პასუხისგებლობა ასაღები. მომავალში თუ საპატიმრო დაწესებულებაში ყველა. მას შემდეგ, რაც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლოს მიერ დადგენილი გირაო ლელოს ლიდერებმა და გივით არგამაძემ გადაიხადეს, საკითხი ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების და ურთიერთკრიტიკის მიზეზად იქცა. გიორგი გახარიას პარტიაში გირაოს გადახდაში ლოგიკის პოვნა უჭირთ, თუმცა კოლეგა ოპოზიციონერებისთვის რჩევის მიცემაზე თავს იკავებენ. ნაციონალურ მოძრაობაშიც ამბობენ, რომ ეს ინდივიდუალური გადასაწყვეტია. ჩვენ არც არავის დამონათებას და არავის სწავლებას არ ვაპირებთ. ყველა გადაწყვეტს ინდივიდუალურად, ვისაც როგორ წარმოუდგენია თავისი ბრძოლის გზა. ერთი მხრივ ამბობდე მაგალითად, რომ ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე მისვლა ლეგიტიმაციის მიცემა არის, ამავე ლოგიკაში მაშინ ვერ ჯდება თქვათ ჯარიმის თანხის გადახდა მურუსის სანქცირებული სასამართლოსთვის, ხო, ეს ლოგიკა შეიძლება დაინახოს ვიღაცა, მაგრამ მე ამაში შეგნებულად არ შევდივარ. იმიტომ ეს არის ინდივიდუალურად მისაღები გადაწყვეტილება. ქართულ ოცნებაში კი ოპონენტებს სასამართლოს გადაწყვეტილების პატივისცემისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ახსენებენ, რომ შესაბამისი სამართლებრივი პასუხი იქნება. ოპონენტების მხრიდან არც მორიგ პოლიტიკურ პერფორმანსს გამორიცხავენ. Რაღაც პოლიტიკურ პერფორმანსსაც შესაძლებელია კონდეს ადგილი და ამით თითქოს ხაზი გააუსვან, რომ თუ როგორ დეუნის სახელმწიფო პოლიტიკოსებს, ყველა ძალიან კარგად იცის, რომ არანაირ პოლიტიკოსების დეუნა არ მიდის, პოლიტიკოსი იქნება ის არაპოლიტიკოსი, რიგითი მოქალაქე, ვინც დაარღვევს კანონს, აგებს პასუხს. ასე აბუჩათაგდება როგორც საზოგადოების, ასევე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წესების და ზოგადად კანონმდებლობის, რა თქმა უნდა, ამ აბუჩათაგდებას ექნება შესაბამისი საკანონმდებლო შედეგები. თუ ისინი მზად არიან ამ შედეგებისთვის, რა თქმა უნდა, მათი არჩევანია, გადაიხდიან და არ გადაიხდიან. ვის როგორი დავალება აქვს მიღებული, მოდი ესეც შევაფასოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ვიღაცა შეიძლება, ასე ვთქვათ, ციხეში წასვლას სპეციალურად თავისი, ასე ვთქვათ, გააზრებული ნაბიჯებით აწყობდეს, რომ ამეთი აიცილოს, შემდეგ რაღაცა დისკომფორტი, რომელიც მის პარტიას ექნება არჩევნებში მიღებული ხმებით, ვიღაცას უნდა რომ რაღაცა გმირად შეირაცხოს, რომ აი მე ციხეში წავედი ამ ბრძოლის გამო და ასე შემდეგ, ეს მათი გადასაწყვეტია ყველა. რა თქმა უნდა, პატივი უნდა ცეს კანონს. ოპოზიციონერ ლიდერებს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან. გირაოს გადაუხდელობის გამო უკვე ციხეშია ირაკლი ოქროაშვილი.